მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე ბევრი მარცხი აქვს, ერთი რამ ყოველთვის შეუძლია უკრაინაზე ზემოქმედებისთვის – ბირთვული მუქარა. ყოველთვის დამუხრებული და პუტინისა და მისი გარემოცვის მიერ მუდმივად მოხსენიებული, რუსეთის ბირთვული იარაღი არის ბოლო იმედი, უკიდურესი გამოსავალი. მუდმივი საფრთხე, რომელსაც უკრაინამ ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს. რაც უკრაინას სჭირდება, არის მსგავსი საფრთხე საკუთარი მხრიდან. რაღაც ისეთი, რაც საშუალებას მისცემს მას, პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის საპასუხოდ, იგივე მეთოდით უპასუხოს. დიდი ბრიტანეთი შესაძლოა სწორედ ამ საფრთხეს შექმნას. ახალი წინადადება, რომელიც ახლა განიხილება, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ ვარიანტზე წავა. დიდი ბრიტანეთის ბირთვული ქოლგა ფართოვდება და ის უკრაინას ატომური წვიმისგან დაიცავს. Brexit-ის შემდეგ დადებულ შეთანხმებაში, რომელიც ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბანჰემს წარუდგინეს, დიდი ბრიტანეთი განიხილავს ბირთვული ქოლგის გაფართოებას და მისი გავრცელებას ნატოს წევრობას მიღმა სხვა ევროპულ ქვეყნებზე, მათ შორის უკრაინაზეც. პირველად ეს გეგმა შეადგინა ნიკ ბოულზმა, რომელიც კონსერვატიული პარტიის პარლამენტის წევრი იყო. თუმცა 2019 წელს პარტია დატოვა და მოგვიანებით დაეხმარა ლეიბორისტების ყოფილ პრემიერ-მინისტრ სერ კիր სტარმერს მთავრობის ჩამოყალიბებაში. ეს წინადადება გულისხმობს, რომ დიდი ბრიტანეთი გამოიყენებს თავის ბირთვულ არსენალს, როგორც შემაკავებელ საშუალებას უკრაინის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და რამდენიმე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნის მხარდასაჭერად. Post-Brexit-ის შეთანხმების ხსენებაც მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მთავარი აქ ისაა, რომ თუ ეს წინადადება პოლიტიკად იქცევა და რაც მთავარია, თუ ევროკავშირი დათანხმდება იმ პირობებს, რასაც დიდი ბრიტანეთი ითხოვს სანაცვლოდ, უკრაინა საბოლოოდ კვლავ მიიღებს ბირთვულ დაცვას. უკრაინა იფიქრებს, რომ დროა. მთელი ერი ელელოდა, რომ ვინმე შესთავაზებდა მას იმის მსგავს, რაც ოდესღაც ჰქონდა. არ იყო დიდი ხნის წინ, როცა უკრაინას საკუთარი ბირთვული იარაღი ჰქონდა, ანუ ნაწილობრივ საკუთარი. საბჭოთა უღლის ქვეშ ყოფნის დროს უკრაინა იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც საბჭოთა კავშირმა ბირთვული იარაღი განათავსა. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკრაინას ეს იარაღი ისევ ჰქონდა. დღეს ალბათ ნანობს, რომ არ შეინარჩუნა ისინი. თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში, როცა რუსეთი ცდილობდა სხვა ქვეყნებში განთავსებული ბირთვული იარაღი უკან დაებრუნებინა, უკრაინამ მოლაპარაკება გამართა და შეთანხმება დადო, რომელიც ეგონა, რომ მის ინტერესებს მოემსახურებოდა. უკრაინამ კარგად იცოდა, რა ტაქტიკური უპირატესობა ჰქონდა ბირთვული იარაღის შენარჩუნებას მის ტერიტორიაზე. ამიტომ ამ იარაღის დაბრუნება ბერკეტად გამოიყენა, რათა გარკვეული გარანტიები მიიღო. შედეგად დაიდო ბუდაპეშტის მემორანდუმი და სამხრივი განცხადება. განსაკუთრებით პირველი იყო მნიშვნელოვანი უკრაინისთვის. 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა უკრაინას მის სუვერენიტეტთან დაკავშირებული უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. დარწმუნებული იმაში, რომ ეს დაპირებები შესრულდებოდა, უკრაინამ დაახლოებით 1900 სტრატეგიული ბირთვული ქობინი რუსეთში დააბრუნა, თითქოს და განადგურებისთვის. 20 წლის შემდეგ პუტინმა ეს შეთანხმება დაარღვია. მან უკანონოდ მიიერთა კირიმი, იგივე სცადა დონბასში და შემდეგ 8 წლის შემდეგ დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომლის დასრულებასაც რუსეთი დღესაც ცდილობს. 2014 წლიდან უკრაინა სვამს მთავარ კითხვას. რატომ დათმო ბირთვული იარაღი? თუ შეთანხმებები, რომლებიც მან გააფორმა, საბოლოოდ არაფერს ნიშნავს. ეს კარგი კითხვაა და მასზე ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ბევრი უკრაინელი ფიქრობდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაერთხელ მოუწოდებდა, რომ უკრაინა მიიღო ნატოში და ევროკავშირში. ნაწილობრივ იმისთვის, რომ მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ მისცეს. არც ერთი ეს არ მომხდარა ჯერ. მაგრამ ახლა, როცა ეს ახალი წინადადება არსებობს, ჩანს, რომ დიდი ბრიტანეთი ემზადება, რომ გადადგას ნაბიჯი და შესთავაზოს უკრაინას ბირთვული დაცვა, რომელსაც უკრაინამ უშედეგოდ დათმო თავისი სუვერენიტეტის დასაცავად 30 წელზე მეტი ხნის წინ. ეს არის ის, რაც ამ წინადადების შესახებ ამ ეტაპზე ვიცით. ჩვენ უკვე ვახსენეთ ყოფილი კონსერვატორი პარლამენტარი ნიკ ბოულსი. სწორედ ის არის დიდი ბრიტანეთის გეგმის ავტორი, რომელიც ახლა გადაეცა რამდენიმე წამყვან ფიგურას დიდ ბრიტანეთში, მათ შორის ბარნჰემს და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯონათან პაუელს. ამ წინადადების მიხედვით დიდი ბრიტანეთი მოიწვევს უკრაინას და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ვახსენეთ, რომ შეუერთდნენ ევროპულ კონფედერაციას, რომლის ფარგლებშიც დიდი ბრიტანეთი შესთავაზებს თავის ბირთვულ ქოლგას ნატოს მსგავსი ურთიერთდაცვითი მუხლით. ეს როგორც ჩანს ნიშნავს ბირთვულ იარაღზე ბირთვული იარაღით პასუხს. თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, დიდი ბრიტანეთი უპასუხებს თავისი ბირთვული იარაღის გამოყენებით და დაარტყამს რუსეთს. მილიტანიმ დაამატა, რომ წინადადება ასევე მოიცავს ვალდებულებას უკრაინისთვის, რომ შეასრულოს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს მოთხოვნა, რომელსაც უკრაინა უარს ეტყვის. უკრაინას ექნება განსაკუთრებული როლი ევროპულ კონფედერაციაში, რადგან მას მოუწევს შეინარჩუნოს საკმარისად დიდი სამხედრო ძალა, რათა იყოს ბარიერი მომავალში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, როგორც კი ომი დასრულდება. დიდი ბრიტანეთი ფაქტობრივად სთავაზობს, რომ უკრაინა გახდეს მთავარი აღმოსავლეთის ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც ის უკვე პრაქტიკულად დასრულებს. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს უკრაინას გაუზიაროს თავისი გამოცდილება და ცოდნა უპილოტო ტექნოლოგიებში ევროპელ პარტნიორებს. კიდევ ერთხელ, უკრაინა ამას უკვე აკეთებს. ასე რომ, რასაც აქ ხედავთ, არის შეთანხმება, სადაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას ბირთვულ დაცვას სთავაზობს, იმ პირობით, რომ უკრაინა უბრალოდ გააგრძელებს იმას, რასაც წლები აკეთებს.
მარტივი და სასიამოვნო არა, სამწუხაროდ ამ ყველაფერს ერთი დათქმა ახლავს. დიდი ბრიტანეთს ამ წინადადებაში ფარული მოტივი აქვს. The ჩვენი post-Brexit-ის შეთანხმების ხსენება მივანიშნებს, თუ რა არის ეს მოტივი. The Telegraph იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთი ცდილობს თავისი ბირთვული ქოლგის გაფართოების შეთავაზება დააკავშიროს იმ შეთანხმებასთან, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთი კვლავ მიიღებს სტომას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, რაც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის წევრებს შორის საქონლის თავისუფალ ვაჭრობას უზრუნველყოფს. ევროპის კონფედერაცია ამგვარად ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონებს დიდ ბრიტანეთთან დააკავშირებს. გარდა ამისა, ბირთვულ დაცვას შესთავაზებს უკრაინასა და სხვა ქვეყნებს. ამ ეტაპზე უცნობია, მიეცემათ თუ არა დიდ ბრიტანეთის მიერ კონფედერაციაში მოწვეულებს, ასევე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა ამ შეთანხმების ფარგლებში. აქ დიდი ბრიტანეთი ცდილობს თავისი ბირთვული არსენალი გამოიყენოს როგორც სტიმული, რომელსაც ევროკავშირის წინაშე აქნევს. პოლზე ამას ღიად ამბობს. როგორც თავად აღნიშნავს, თუ ორმხრივ მოლაპარაკებას ვცდილობთ, სადაც ევროკავშირის დარწმუნებას ვცდილობთ, რომ საქონლის ერთიან ბაზარზე შეგვიშვას, დაუმარცხდებით, ამბობს პოლზი და ამატებს. მაგრამ თუ შევთავაზებთ წინადადებას, რომელიც მათ სხვა პრობლემებსაც გადაუჭრის, მაგალითად უკრაინას, ასეთ შემთხვევაში მათი დარწმუნება უფრო მარტივი იქნება. შეგვიძლია აუხსნათ, რომ ეს მხოლოდ ეგოისტური ბრიტანული გარიგება არ არის. ეს არის შეთანხმება, რომელსაც თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა პრობლემების გადასაჭრელად. ბრიტანეთმა ევროკავშირთან ურთიერთობის აღსადგენად Brexit-ის შემდეგ პირობები უნდა გააგაუმჯობესოს. უკრაინისა და სხვა ქვეყნებისათვის ბირთვული დაცვის შეთავაზება სწორედ ის თაფლია, რომლითაც ბრიტანეთმა გადაწყვიტა ეს პირობები გაამტკბაროს. დამატებითი სტიმულის სახით ბრიტანეთმა ასევე პირობა დადო, რომ შეთანხმების მიღების შემთხვევაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ის თავდაცვაზე დახარჯოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრიტანეთი იმუშავებს იმაზე, რომ ევროპული თავდაცვის მექანიზმში კიდევ უფრო შეუცვლელი რგოლი გახდეს, ვიდრე ახლა. ამავდროულად გააფართოებს თავის ბირთვულ ქოლგას. ასე რომ აქ ბრიტანეთისთვის გარკვეული საკუთარი ინტერესიც არის. და ადვილია იმის დანახვა, რატომაც, როცა გაითვალისწინებთ, რა დაუჯდა ბრიტანეთს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის დაკარგვა Brexit-ის შემდეგ. ევროპული რეფორმების ცენტრის მიხედვით, Brexit-ის სავაჭრო ხარჯი ბრიტანეთისთვის უზარმაზარი იყო. ევროპის კავშირში ექსპორტი 12%-ით შემცირდა. იმავდროულად ცენტრის თქმით ევროკავშირიდან ბრიტანეთში იმპორტი 16%-ით შემცირდა. ამ დანაკარგების გლობალურ მასშტაბზე გათვალისწინებით, საბოლოოდ ეს ნიშნავს, რომ ბრიტანეთის გლობალური ექსპორტი 5%-ით, ხოლო იმპორტი 8%-ით შემცირდა, იმასთან შედარებით, როგორც ვაჭრობდა Brexit-ის გარეშე. სხვა ანალიზები, მაგალითად ბლუმისა და ინგლისის ბანკის ეკონომისტების მიერ 2026 წლის ივნისში ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ Brexit-მა ბრიტანეთს 10 წლის განმავლობაში ეკონომიკის 6% დაუჯდა, რომლის დიდი ნაწილი ერთიან ბაზარს უკავშირდება. ეს ყველაფერი მილიარდობით დოლარის სავაჭრო დანაკარგს ნიშნავს. ბრიტანეთი ცდილობს ეს თანხა დაიბრუნოს თავისი ბირთვული ქოლგის მოლაპარაკების იარაღად გამოყენებით. თუ ეს უკრაინისთვის ზედმეტად პირობითად ჟღერს, ამ შეთანხმებაში კიდევ ერთი ელემენტია, რომელზეც ჯერ არ გვისაუბრია. პოლზი მიუთითებს, რომ მის მიერ შემოთავაზებული ახალი სტრატეგია ასევე საჭიროა, რადგან ევროპას აღარ აქვს დარწმუნებულობა, რომ აშშ-ში დაეხმარება, თუ რუსეთი ბირთვული იარაღით დაესხმება თავს. პოლზის სიტყვებით, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ან ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი ევროპას ისე დაიცავს, როგორც კანზას დაიცავდა, თუ ყველაზე ცუდი სცენარი განხორციელდება. ეს განცხადება ასახავს იმ უნდობლობას, რომელიც ახლა ევროპაში არსებობს აშშ-ის მიმართ. ზოგიერთი იტყვის, რომ ამის საფუძველი არსებობს. ტრამპი არაერთხელ აკრიტიკებდა ნატოს ევროპელ წევრებს, რომ ისინი ორგანიზაციაში თავიანთ წილს არ იხდიან. ის იმდენად შორს წავიდა, რომ იანვარში 2024 წელს განაცხადა, თუ ევროპაზე თავდასხმა მოხდებოდა, ის დახმარებას არ გაუწევდა. ტრამპმა ასევე გამოაცხადა ბოლო თვეებში ევროპიდან ჯარების შემცირების შესახებ. მათ შორის მაისში განაცხადა, რომ აშშ-ში გერმანიიდან 5000 ჯარისკაც გაიყვანს. ტრამპმა მიანიშნა, რომ ეს შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს, როგორც მაშინ თქვა. ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ და ბევრად უფრო მეც შევამცირებთ, ვიდრე 5000 არსებობს ვარაუდები, რომ შემდეგი შეიძლება ესპანეთი და იტალია იყვნენ, რომლებიც აშშ-ის ჯარებს დაკარგავენ, იტყობინება ჟურნალ Time. ამერიკისგან გამიჯვნის ეს ხსენება ევროპულ კავშირს მოეწონება. 10 აგვისტოს ანგარიში ინსაიდერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აქტიურად ცდილობს თავი დააღწიოს ამერიკულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას. ამით ის ისეთ პოზიციაში აღმოჩნდება, რომ შეიძლება შეიარაღება თავად განავითაროს და გაგაყიდოს აშშ-ის დამტკიცების გარეშე. ევროკავშირმა მიზნადაც კი დაისახა, რომ 2030 წლისთვის თავდაცვის კონტრაქტების მინიმუმ 50% შესრულდეს ევროპულ ბაზარზე, რაც დღევანდელ 22%-ზე ორჯერ მეცაც აღემატება. მოდით ისე უკრაინას დაუბრუნდეთ. ამჟამად უკრაინას აქვს პერსპექტიული ბირთვული ქოლგა დიდი ბრიტანეთისგან, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მთელ ქვეყანაზე, რაც შესანიშნავი სიახლეა. დიახ, ამ წინადადებას გარკვეული პირობები ახლავს. დიდი ბრიტანეთი ამ ბირთვული ქოლგის გაფართოების სანაცვლოდ ევროკავშირისგან რაღაცას ითხოვს, თუმცა წინადადება აშკარად ცდილობს ევროკავშირსაც ბევრი რამ დაუბრუნოს. თუ ვივარაუდებ, რომ ეს წინადადება პარლამენტის პოლიტიკად იქცევა და ევროკავშირი თანხმობას განაცხადებს, ერთ კითხვამდე მივდივართ. დიდი ბრიტანეთი აფართოებს თავის ბირთვულ ქოლგას.
მაგრამ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში, როგორც უკრაინისთვის, ასევე იმ საფრთხისთვის, რომელიც შეიძლება რუსეთს შეექმნას? ამ კითხვას მალე უპასუხებთ. ჯერ კი შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო გადაცემას. თუ ჩვენს არხზე საინტერესო ინფორმაციას იღებთ, გამოიწერეთ და ჩართეთ შეტყობინებები, რომ ჩვენი ვიდეოები არ გამოგრჩეთ. დიდი ბრიტანეთი ნატოს სამი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელსაც ბირთვული იარაღზე აქვს სდომა. დანარჩენი ორი კი აშშ-ში და საფრანგეთია. არ ვაპირებთ თავი მოვიტყუოთ და ვთქვათ, რომ დიდ ბრიტანეთს უზარმაზარი მარაგი აქვს, როგორც რუსეთს. ასე არ არის, მაგრამ რაც აქვს, ატომური მეცნიერების ბიულეტენის მიხედვით დაახლოებით 225 ბირთვული ქობინის მარაგი აქვს. მათგან 120-მდე ოპერაციულად მზადაა განთავსებისთვის დიდი ბრიტანეთის ვანგარდის კლასის ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილ ბირთვულ წყალქვეშა ნავებში. ასე რომ დიდ ბრიტანეთს ბირთვული ტრიადა არ აქვს. მას აქვს წყალქვეშა ნავები. თითოეულ მათგანს აქვს 16 სარაკეტო გამშვები მილი, რომლითაც შეუძლია ბირთვული რაკეტების გაშვება მტერზე. ამ რაკეტებით შეიძლება მიზანში ამოღებული იყოს რუსეთი. დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ რუსეთზე ცეცხლის გახსნა ჩრდილოეთის ზღვიდან, ბალტიის ზღვიდან და სხვა რამდენიმე ადგილიდან. ასე რომ უკრაინას არ უწევს ფიქრი, რომ დიდი ბრიტანეთის მუქარა ფუჭი. ბირთვული საფრთხის ინიციატივა, ანუ NTI, ცოტა მეტ ინფორმაციას გვაწვდის. ის ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის ვანგარდის კლასის თითოეულ წყალქვეშა ნავს შეუძლია 40-მდე ბირთვული რაკეტის ტარება. 4 წყალქვეშა ნავით. მაქსიმალური ტევადობა 160 ბირთვულ იარაღს შეადგენს. თუმცა დიდი ბრიტანეთი როგორც წესი იმ 120 ინარჩუნებს, რაც ადრე იყო ნახსენები. თუმცა დიდი ბრიტანეთის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე შეშფოთება, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ისაა, რომ დიდი ბრიტანეთს ბირთვული გამოცდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ ჩაუტარებია. NTI-ის თქმით ამ გამოცდებიდან ყველაზე ბოლო 1991 წელს ჩატარდა. ეს აჩენს კითხვებს იმის შესახებ, რამდენად კარგად არის შენარჩუნებული დიდი ბრიტანეთის ბირთვული არსენალი და რაც მთავარია, გაუშვებენ თუ არა ყველა რაკეტას საჭიროების შემთხვევაში ისე, როგორც მოსაოდნელია. კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი არის უნიკალური ბირთვული სისტემა, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს. გარდა იმისა, რომ დიდ ბრიტანეთს ბირთვული დატყვისთვის მხოლოდ ერთი ვარიანტი აქვს და არ გააჩნია არც საჰაერო და არც სახმელეთო რაკეტები, მისი მთელი ბირთვული პროგრამა ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებთან. 1958 წლის აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ურთიერთდაცვის შეთანხმების მიხედვით ორ ქვეყანას შორის ხდება კვლევის, ტრენინგის, ტექნოლოგიებისა და ბირთვული მასალების გაცვლა. შეიძლება ითქვას, რომ გადაცემის ძირითადი ნაწილი შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო. დიდი ბრიტანეთის ტრაიდენტის რაკეტები იმ მარაგიდან მოდის, რომელსაც ის აშშ-ში საზღვაო ძალებთან ერთად იყენებს. ნიშნავს ეს იმას, რომ დიდი ბრიტანეთი ვერ გაუშვებს თავის რაკეტებს აშშ-ის ნებართვის გარეშე? არა. თითქოს და დიდი ბრიტანეთის ბირთვული იარაღის სისტემები დამოუკიდებელია. თუმცა როგორც ბირთვული განიარაღების კამპანია მიუთითებს, დიდი ბრიტანეთი თავისი ბირთვული სისტემების მხრივ ძლიერ არის დამოკიდებული აშშ-ზე. ის ტრაიდენტის რაკეტები, რომლებიც ადრე ვახსენეთ, რეგულარულად უნდა ბრუნდებოდეს აშშ-ის ბაზაზე, Kings Bay-ში, ჯორჯიაში, ტექნიკური მომსახურებისა და შეცვლისთვის. თესტები როგორც წესი ტარდება აშშ-ის მიერ და კამპანია არ ნიშნავს, რომ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა დიდი ბრიტანეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს აშშ-ის წინასწარი თანხმობის გარეშე. ეს ეჭქვეშ აყენებს დიდი ბრიტანეთის გეგმის იმ ნაწილს, რომელიც ევროპული თავდაცვის აშშ-ისგან განცალკევებას ითვალისწინებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის ბირთვული მუქარა არ უნდა ჩამოწეროთ. დიდი ბრიტანეთს ჯერ კიდევ აქვს ბირთვული იარაღი და ძალიან ნაკლებად სავარაუდო არ ნიშნავს შეუძლებელს, როცა საქმე ეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას აშშ-ის ნებართვის გარეშე. რუსეთი ნამდვილად არ ამცირებს იმ ბირთვულ საფრთხეს, რომელსაც დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს. ბირთვული არსენალის ზომით დიდი ბრიტანეთი ახლოსაც ვერ მივა რუსეთთან. რუსეთს აქვს სდომა 5459 ბირთვული იარაღზე. ამას ამტკიცებს ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანია, თუმცა ყველა ეს იარაღი აქტიური არ არის. რუსეთს ასევე მეტი შესაძლებლობა აქვს ამ ბირთვული იარაღის გასაშვებად, რადგან მას აქვს სრული ბირთვული ტრიადა, რომელიც მოიცავს წყალქვეშა ნავებს, საჰაერო ბომბდამშენებს და სახმელეთო გაშვების ადგილებს. რუსეთი ასევე ახორციელებს ბირთვული მოდერნიზაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ მისი უზარმაზარი მარაგი საჭიროების შემთხვევაში რეალურად გამოსაყენებელი იყოს. ეს რიცხვები შეიძლება ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ რუსეთის ფონზე გაერთიანებული სამეფო ბირთვულ სფეროში უმნიშვნელოა, მაგრამ ეს აუცილებლად ასე არ არის. 2025 წლის ივლისში რენდმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს ბირთვული რაკეტების არსენალი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამოკიდებულია აშშ-ზე, მაინც საკმარისად სარწმუნო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის, რომ მას შეუძლია მიუღებელი ზიანი მიაყენოს. ეს ფაქტი მარტო გეუბნებათ, რომ გაერთიანებული სამეფოს ბირთვული ქოლგის გაფართოება და უკრაინის ჩართვა მასში უზარმაზარი მნიშვნელობის იქნებოდა. ვლადიმერ პუტინს ბევრი საფიქრალი ექნებოდა. ეს კარგად გვიყვანს იმაზე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი უკრაინისთვის და მის რუსეთთან ომისთვის. თუ ვივარაუდებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს წინადადება პოლიტიკად იქცევა. უკრაინის მიერ 90-იან წლებში დაკარგული ბირთვული მუქარის ჩანაცვლება უდიდესი მნიშვნელობის იქნებოდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს უკრაინას საბოლოოდ მისცემდა საშუალებას პასუხი გაეცა რუსეთისთვის, როცა ვლადიმერ პუტინი ბირთვულ მუქარებს იშველიებს. და ეს მუქარები მუდმივია. 2023 წლის მარტში რუსეთმა ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებით დაიმუქრა, რაც როგორც ჩანს უკვე გააკეთა კიდეც. ბელარუსი ესაზღვრება უკრაინას, ასე რომ საკმაოდ ნათელია, ვის მიმართ იყო ეს მუქარა მიმართული. 2024 წელს ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ცვლილება რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში.
რამაც შეანცირა ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარი რუსეთისთვის. კიდევ 2022 წლის თებერვალშიც კი, როცა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა უკრაინაში შეჭრა, მის ვიდეო მიმართვას თან ახლდა ძალიან აშკარა ბირთვული მუქარა, რომელიც ისეთივე მასშტაბით იყო მიმართული დასავლეთის ლიდერებისკენ, როგორც უკრაინისკენ. გადავინაცვლოთ 2026 წლის მაისში, როცა რუსეთმა ბელარუსთან ერთად ჩაატარა ბირთვული წვრთნები ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში, რომელშიც ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობდა. რუსეთს უყვარს თავისი ბირთვული ძალის დემონსტრირება. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთისთვის ეს შეიძლება სისუსტის ნიშნად ჩაითვალოს, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში მარცხების ფონზე, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთს ნამდვილად შეუძლია უკრაინის განადგურება ბირთვული იარაღით. თუ ვლადიმერ პუტინი გონებას დაკარგავს და გადაწყვიტავს გაშვების ნებართვის მიცემას. დიდი ბრიტანეთის ბირთვული ქოლგის ქვეშ უკრაინას მაინც ექნებოდა შეკავების საშუალება. ცეცხლს ცეცხლით პასუხის საშუალება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს მოუწევს სერიოზულად დაფიქრდეს მომავალში ბირთვული დარტყმის განხორციელებამდე. და ბოლოს ისიც ჩანს, რომ დიდი ბრიტანეთის წინადადება უფრო ფართო ცვლილებაზე მიუთითებს, სადაც ევროპა ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ უფრო სერიოზული ბირთვული საფრთხე შექმნას. დიდი ბრიტანეთის გარდა საფრანგეთს საკუთარი ბირთვული არსენალი აქვს, რაც ასევე ეხმარება. United 24 მედია იუწყება, რომ ამჟამად აშშ-ში მიმდინარეობს განხილვები ევროპაში ნატოს ბაზებზე ორმაგი დანიშნულების თვითმფრინავების განთავსების შესაძლებლობის შესახებ, რომლებიც როგორც ჩვეულებრივ, ასევე ბირთვული იარაღს ატარებენ. ამიტომ აშშ-ს ჯერ კიდევ არ შეიძლება ჩამოეწეროს როგორც ბირთვული საფრთხე რუსეთისთვის. თუ ეს განხილვები კონკრეტულ შედეგს გამოიღებს, გაერთიანებული სამეფოს წინადადებაში არსებული განცალკევების ელემენტი შესაძლოა საჭირო აღარ იყოს. გარდა ამისა, ფინეთის პარლამენტმა ივნისში ისტორიული კენჭისყრა ჩაატარა. 125 ხმით 61-ის წინააღმდეგ ფინეთმა გააუქმა აკრძალვა ბირთვული იარაღის თავისი ტერიტორიაზე განთავსებაზე. ფინეთს საკუთარი ბირთვული იარაღი არ აქვს, მაგრამ ამ აკრძალვის მოხსნის მნიშვნელობა ისაა, რომ აშშ-ს გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს შეუძლიათ ბირთვული იარაღი ფინეთში განათავსონ, რაც პრაქტიკულად რუსეთის საზღვართან ნიშნავს მათ განთავსებას. ჯერ კიდევ დარჩენილია სამუშაო. ამჟამად გაერთიანებული სამეფოს წინადადება მხოლოდ წინადადებაა. ის წარუდგინეს ბარნჰემს, მაგრამ მას ჯერ არ გადაუქცევია ეს წინადადება გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკის ნაწილად. და თუ ის ასე მოიქცევა, თანდართული პირობები განიხილება ევროპის კავშირში, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას მოუწევს დაელოდოს და ნახოს. შეძლებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ბირთვული იარაღის გამოყენებით ერთიან ბაზარში დაბრუნებას. მაგრამ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, რუსეთი შეშფოთებული იქნება და ასეც უნდა იყოს. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბარათი, რომელიც პუტინს ხელში აქვს, შეიძლება მალე წაართვან. პუტინს ალბათ უკვე მობეზრდა გაერთიანებული სამეფო. ეს ბირთვული წინადადება მხოლოდ ბოლო დარტყმაა, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს მიაყენა. ივლისში გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა, რომ თავის ფლაგმან ავიამზიდს HMS Prince of Wales არქტიკის წყლებში გაგზავნიდა. გაიგეთ, რატომ გადადგა გაერთიანებულმა სამეფომ ეს ნაბიჯი და რა კავშირი აქვს მას რუსეთის აგრესიის შეზღუდვასთან. ჩვენი ვიდეოს ყურებით. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რადგან ჩვენ ვადევნებთ თვალს უკრაინის ომისა და უფრო ფართო ევროპული თავდაცვის ეკოსისტემის უახლეს მოვლენებს. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.